შუადღემშვიდობის, მადლობა მოწვევისთვის. Ვისთვის როგორ ხარ? ჩემთვის არ არის თქმულის გარეშე ცხოვრება მონაცრისფერ ფერებში. ზოგჯერაც არ გინდება? არა, ზოგჯერ კი. უბრალოდ აი ბალანსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ და თუ ჩვენი რაციონის უმეტესი ნაწილი ტკბილეული იქნება, ამ შემთხვევაშიც ეს, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი არის და შეიძლება ასევე ნაცრისფერი და ძალიან მუქი იყოს ჩვენი ცხოვრება. ამიტომ ბალანსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, სადაც ძირითადი 80% არის ჯანსაღი და 20% რა თქმა უნდა შეგვიძლია ტკბილეულით შევიტანოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, დიაბეტით დაავადებული პაციენტები ამ შემთხვევაში ცოტა გამონაკლისში არიან, იმიტომ რომ ტკბილეული ძალიან მოქონებს სისხლში შაქრის დონეზე, არა მარტო ტკბილეული, მათ შორის არატკბილი პროდუქტებიც და ამიტომ მათი ჯანმრთელობისთვის აი რატომ არ შეიძლება ამ შემთხვევაში თეთრი ხორბლის ფქვილი? იცით როგორი რაღაც არის, ანუ თეთრი, მათ შორის ეს არის უმაღლესი და პირველი ხარისხის ფქვილის ნაწარმი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის არ არის მიზანშეწონილი, აქ არ ვიხმარ სიტყვა აკრძალულს, რადგან ნაკლები არის მასში უჯრედისი და ბოჭკო, ეს არის რაფინირებული ნახშირწყლების ჯგუფი. ანუ ჩვენ ცოტა გვიყვარს დემონიზირება, არა მარტო დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ზოგადად გგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის შემადგენელი ნაწილი ნახშირწყალი ვერ იქნება, მაგრამ ეს ასე არ არის. ნახშირწყლები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად, უბრალოდ უპირატესობა რაფინირებულ ნახშირწყალს, სადაც გამოცლილია უჯრედისი და ბოჭკო, არ უნდა მივანიჭოთ. ეს არის სხვადასხვა მათ შორის ისეთი ქარხნული პროდუქტები, სხვადასხვა შაქრის შემცველობები. აი ამ პროდუქტებზე დავიწყოთ მაშინ კონკრეტულად საუბარი, რადგან ლიკუნა მე ვთქვათ ახსენა იგივე პური, რომ დავასახელოთ როგორია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ნებადართულია დიაბეტის შემთხვევაში და რომელია პროდუქტები, რომელიც აკრძალულია. სიტყვა აკრძალულს ხმარობ, იმიტომ რომ ალბათ უფრო კარგი გზავნილი იქნება ვთქვათ, რომ ხო მაყურებელმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ კვების რაციონში შეიკავოს თავი და არ ჩართოს მსგავსი პროდუქტები. მოდით მე დავიწყო პროდუქტები. ხო, აი ოსპზეც შეგეკითხებით ამ შემთხვევაში ოსპთან ერთად სელის მარცვალს გამოვიყენებთ თუ რამე არის ისეთი რაც არ შეიძლება რომ შეგვისწოროთ. ზეითუნიზეც ერთი კვერცხი, ჩავალბეთ ჩია, სეზამის მარცვალი და სხვადასხვა მარცვლეული. დიახ. ანუ ამ კონკრეტულ კერძში ხო პურის მსგავსი კერძი სახეობა იქნება არის ყველა ჯანსაღი პროდუქტი. რა თქმა უნდა, ჯანსაღთან ერთად ჩვენ ულუფის ოდენობაც უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა ეს პური იქნება პროტეინით ძალიან მდიდარი, ანუ ცილით ძალიან მდიდარი, იმიტომ ოსპი არის ცილის წყარო. ნახშირწყალიც იქნება, თუმცა ნახშირწყალი, რომელიც სასარგებლო არის, რადგან ოსპი ცილასთან ერთად ნახშირწყალსაც შეიცავს. ჩია და სელის თესლი ჩვენ მივიღებთ ომეგა-3-ის წყაროს, კალციუმს, ასევე სეზამის მარცვლებით, ზეითუნის ზეთით უჯრედცხიმებს, რაც სასარგებლო და ჯანსაღი არის და ასევე ზემოდან, როგორც აღნიშნეთ, გოგრის გული იქნება, მზესუმზირა, ხო, ანუ ყველანი ესენი E ვიტამინით მდიდარი პროდუქტები არის, B ჯგუფის ვიტამინებით, ანუ აბსოლუტურად სასარგებლო პროდუქტი არის და რა თქმა უნდა, ულუფის ოდენობა უნდა იყოს გაკონტროლებული. ესეთი პური გამოადგებათ როგორც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს, ასევე იმათ, ვისაც უბრალოდ ცილის ადეკვატური ოდენობით მიღება უნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ცილა ზოგადად ჩვენ ვერ ვიღებთ იმ ოდენობით, რაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. ცილის მიღება უზრუნველყოფს ჯანსაღ კანს, ჯანსაღ თმას, ფრჩხილებს და ზოგადად ჩვენი კუნთოვანი სისტემის გამართულ მუშაობას, მათ შორის ვინც ვარჯიშობს იმათთვის. და ასევე ზოგადად ჩვენს გონება განწყობაზეც აისახება და როცა ასეთ პურს მიიღებ, მე უკვე ტკბილეულის მოთხოვნილება ნამდვილად შემცირდება. შესაძლებელია რომ მივიღოთ, მაგრამ ძირითადად ჩვენი ტკბილეულის მოთხოვნილება დაფუძნებულია იმაზე, რომ ჩვენ არ ვიღებთ საკმარის პროდუქტებს ცილის სახით, სწორი ნახშირწყლების სახით და მერე უკვე გლუკოზას, რომელიც არის როგორც სწორი ასევე არასწორი ნახშირწყლების შემადგენელი მოლეკულა ჭირდება ჩვენს ორგანიზმს და ამიტომ უკვე მე ტკბილეულში ვეძებთ მას. თქვენ ახსენეთ ასეთი ფრაზა, რომ დროთა განმავლობაში შემდეგ თავად ორგანიზმი აღარ გთხოვს, ხო, აი ამ ტკბილეულს. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, მართლაც ასეა, მე შემიძლია რომ დაგეთანხმო, იმიტომ რომ ტკბილი ალბათ ეს ის იყო, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, მის გარეშე დღე არ გადიოდა და ცხოვრება არ წარმომედგინა, მაგრამ აი დაახლოებით 10 წლის წინ გადავწყვიტე რომ ჯანსაღი კვება დამეწყო. არც ისე მარტივი არ აღმოჩნდა თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება, თუმცა დროთა განმავლობაში გულწრფელად აი მართლა კვირიდან კვირამდე ტკბილი არ მინდება და თვეში არის სულ რაღაცა ერთი დღე, ალბათ, როდესაც ორგანიზმი ასე განგაში ზარს ჩართავს ხოლმე, რომ თაკო ტკბილი გჭირდება და ესეთი გამონაკლისის შემთხვევები რა თქმა უნდა არის, როდესაც ვაწვდით ტკბილეულს, მაგრამ ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ვაშას ტკბილი უყვარს, როგორც ვიცი. ვაღიარებ.
არ მალავ აღიარებ და სწორედ ეს მინდა კითხოთ. რაოდენობას აკონტროლებ თუ არ აქცევ ყურადღებას? ნუ რაც ეხა შუადღის ეთერში შენ გვერდში დავჯექი შესაბამისად მიიწევს რაოდენობის გაკონტროლება არა მარტო ტკბილებს, მაგრამ ერთი რამ მინდა კითხოთ. ეს თვითონ ეს დაავადება ადამიანებს ცხოვრებისეულად რაღაც გარკვეულ ეტაპზე უჩნდებათ, ხო, ბუნებრივია და თქვათ პიროვნება რომელიც დამოკიდებულია ტკბილებზე, მე უბრალოდ მაინტერესებს რითი შეიძლება ჩანაცვლდეს, აი წლების განმავლობაში ადამიანი დამოკიდებულია ტკბილებზე, უცებ აღმოაჩნდა დიაბეტი და შესაბამისად ამ შემთხვევაში აკრძალვა, მე მგონი, სავსებით ლოგიკური სიტყვა იქნება, ხო? და მას ეკრძალება ტკბილება. არსებობს თუ არა რაიმე რითიც შეიძლება რომ ეს სურვილი დაიკმაყოფილოს უბრალოდ ამ ადამიანს. დიახ, დიაბეტი დაავადებულ პაციენტებს ეკრძალებათ, იმიტომ რომ შეიძლება მათთვის სიცოცხლის საშიში იყოს ტკბილეულის მიღება. ჩანაცვლება ხდება ხილით, ზომიერების ფარგლებში და ჩირეულით ასევე შეგვიძლია ჩავანაცვლოთ. შეგვიძლია და რომელი რა თქმა უნდა, ბანანი, არა. აი არც ერთი ხილი, დამიჯერეთ, ეგ არის ძალიან დიდი მითი. არც ერთი, არც ამერიკის დიაბეტის ასოციაციას, არც ევროპის არ აქვს ჩამონათვალში, რომ რომელიმე ხილი აკრძალულია დიაბეტით დაავადებული პაციენტის. მათ შორის არც ლეღვი, კარალიოკი, ბანანი და ასე შემდეგ. უბრალოდ ულუფის ოდენობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და არ შეიძლება ხილის წვენების მიღება, რადგან უჯრედისი გამოცლილი აქვს მას. ახლად გამოწვეულ ხილზეა საუბარი. მათ შორის ახლად გამოწვეულზეც საუბარი დაფასებულ ხილის წვენებზეც კიდე დამატებითი შაქარი ან შაქრის სიროფი არ არის საუბარი. თუნდაც სახლში გამოწვეული ეგრეთ წოდებული ფრეშებიც არ შეიძლება, რადგან სწრაფად ხდება სისხლში შაქრის დონის აწევა. ესეთი წვენები უბრალოდ თავის რბილობთან ერთად. სმუზი კი და სმუზიში სხვათა შორის შეგვიძლია თუნდაც ჩია და ესეთი პროდუქტები გამოვიყენოთ, რომ მეტი ბოჭკო იყოს და შეწოვა ამ გლუკოზის უყოს უფრო ნელი და ასევე მინდა აღნიშნო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკვების დაღეჭვას და ამიტომ სმუზით ცოტა ხანი პირში გავიჩეროთ, რომ კუჭი მოემზადოს მის მისაღებად. ხო, როგორ უნდა განსაზღვროთ თქვენ რაოდენობას, ანუ ულუფის ზომაზე გააკეთეთ აქცენტი და ხაზი გაუსვით შესაბამისად და მათ შორის ლეღვი ახსენეთ, აი მაგალითად ხა საზამთროც იგივე არ აქვს მნიშვნელობა. როგორ უნდა განსაზღვროს ადამიანმა რა დოზით უნდა მიიღოს, თქვათ ეს ხილი, რომელიც დაშვებულია. დიახ. ულუფის კონტროლს ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ ჯანსაღი თებშის პრინციპით. თუ აწონვა არ არის ჩვენი მიზანი, თუმცა დაახლოებით 100 გრამამდე ხილი, ეს არის 1 ულუფა ხილის. დღეში 2 ულუფა, 3 ულუფა შეგვიძლია მივიღოთ. ჯანსაღი თებშის პრინციპით ხილი დაჭრილი სახით თებშის ნახევარზე უნდა დაგვეტიოს. ჩვენ გამოვიყენებთ შვრიას, ამას ცოტას გავწევ ბოდიში. ჩვენ გამოვიყენებთ შვრიას, 2 ჭიქას შვრიას დავამატებთ, 1 ჭიქა რბილობს ჩვენი გოგრის, რომელიც წინასწარ გამოვაცხვეთ, შეგვიძლია მოვხარშოთ, დავამატებთ დარიჩინს, მარილს, ცხადია ბალანსისთვის. დავამატებთ დამატკბობელს და ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია? მე გადავწყვიტე რომ აგავას სიროფი გამოვიყენო, მაგრამ შეგვიძლია თაფლი დავამატოთ თუ არა, შეგვიძლია ცოტა შაქარი, მაგალითად ლერწმის გამოვიყენოთ თუ არა, ეს მაინტერესებს და კვერცხზე თუ უფლებას მაძლევთ, კარგია, კვერცხსაც გამოვიყენებ და მაინტერესებს კარაქი, შეიძლება თუ არა, თუ უმჯობესია რომ ზეთით ჩავანაცვლოთ. ამ მასას თქვენ თვალწინ მოვამზადებთ და ძალიან მარტივად გამოვაცხობთ. 2 ცხოველებს, რომლებშიც ვაპირებ, რომ გამოვიყენო ჩირეული და კონკრეტულად გოგრა და ასევე ნიკოგრას დავამატებთ. დიახ. კი ბატონო. აი დაგვაკვალიანე ხო როგორ მოვიქცეთ? ახლა მინდა აღვნიშნო თაფლი, აგავას სიროფი და ჩვეულებრივი შაქარი. ლერწმის შაქარი ჩვეულებრივი თეთრი შაქრისგან არანაირი ჯანსაღი თვისებებით არ გამოირჩევა, არ ემატება არანაირი ჯანსაღი თვისება. აგავას სიროფიც ასევე არ არის ბოლომდე, ანუ დიაბეტი დაავადებულ პაციენტებს ვერ ვურჩევთ მის მიღებას. და თაფლიც მიუხედავად რაღაცა გარკვეული ჯანსაღი თვისებებისა, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული მათ შორის, დიაბეტი დაავადებული პაციენტებისთვის არ შეიძლება. აქ მინდა აღვნიშნო უბრალოდ, რომ ჩვენ თუ მცირე ოდენობით ვიყენებთ და ამ ორცხობილით ამ ინგრედიენტებით გამოდის მაგალითად, ხო, 12 ორცხობილა არ ვიცი ან დაახლოებით ეს ოდენობა, თუ მე აქედან 1 ორცხობილას შევჭამ, უკვე იქ მცირე ოდენობას მივიღებ
ვიღებ ძალიან თუნდაც იმ შაქრის ან თაფლის და ეს პრინციპში ვერ აისახება ცუდად ჩემს მდგომარეობაზე. მით უმეტეს შვრია არის მასში, რომელიც ბოჭკოს მაღალი შემცველობა აქვს, დარიჩინი არის და ასევე შემიძლია რომ სასარგებლო სარგებელი უბრალოდ მივიღო ამ ორცხობილებს. და ანუ მხოლოდ მაშინ სიტყვაზე გოგრა უნდა იყოს ისეთი ტკბილი, რომ საკმარისი იყოს მისი სიტკბო, აი ჩირეულის დავიკმაყოფილოთ აი ამ შემთხვევაში. ჩირეულით შეიძლება რომ მივაღწიოთ კი მაგ სიტკბოს, მაგალითად გამოვიყენოთ გარგლის ჩირი, რომელსაც უფრო მეტი სიტკბო აქვს და თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ჩირეული თუ ესე ცალკე ვიღებთ მაქსიმუმ 30 გრამი დღის განმავლობაში, ესეც არის ის ულუფა ხილის, რომელიც აღვნიშნე რომ 100 გრამი არის თუ არის ცოცხალი სახით, იმიტომ რომ ხილში შაქრის კონცენტრაცია მაღალი არის, რადგან სითხე არის გამომშრალი ამ შემთხვევაში. და აი კარაგზეც შეგეკითხებით ამ შემთხვევაში. კარაკი ნაჯერი ცხიმის წყარო არის და უფრო ნაკლებად სასარგებლო არის ვიდრე უჯერი და ზეითუნის ზეთი ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება. ესე იგი თუ სიტყვაზე არჩევანი საშუალება არის ხოლმე, ჯობია რომ ზეთზე შევეჭეროთ. კარაკი გავწიეთ და დავამატებთ სხვადასხვა ჩირეულს. კარაკი დაახლოებით 10-15 გრამი ნებადართული არის დღის განმავლობაში. ნებადართული, მოკლედ როგორც მივხვდი, მთავარი ამ შემთხვევაში არის ულუფები, ანუ ის რაოდენობა, რომელსაც დღის განმავლობაში ვაწვდით ჩვენს ორგანიზმს. მე მინდა რომ ახლა მაყურებელს შევთავაზოთ გარკვეული საფეხურები, მეთოდები, რომლებიც დიაბეტიანს რაციონალურად კვებას გაუადვილებს და ამ გრაფიკებს სულ მალე დავინახავთ ჩვენს ეკრანზე. და შემდეგ მინდა რომ ნაია ერთად გავყვეთ ამ ეტაპებს და თქვათ მივცეთ კონკრეტული რჩევები და რეკომენდაციები ჩვენს ტელემაყურებელს. მოდი დავიწყოთ. პირველი ეს გახლავთ ჯანსაღი კვების პირამიდა, ეგრეთ წოდებული თეფშის მეთოდი, ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი, პურის ერთეულების ჩამოთვლის მეთოდი და გლიკემიური ინდექსის მეთოდი. მოდი დავიწყოთ და მივყვეთ. პირველი ეს არის ჯანსაღი კვების პირამიდა. ჯანსაღი კვების პირამიდა და ჯანსაღი თეფშის პრინციპი გავს ერთმანეთს. პირამიდა გულისხმობს იმას, რომ რაოდენობრივად რაც უფრო ჯანსაღია პროდუქტი, მეტი ოდენობით ვიღებთ მას და პირამიდის კენწეროში არის დამატებითი შაქარი, რაც უნდა იყოს ძალიან მცირე ოდენობით. ქვედა საფეხურზე აქ არის ბურღულეული კულტურები, მერე ხილი დაბოსნეული, ცილოვანი პროდუქტები და რაოდენობრივად ულუფებს, ანუ დღეში 3-4 ულუფა შეიძლება ბურღულეულის, ხილი 5 ულუფა, ხილი 2-4 ულუფა და ძის პროდუქტები ასევე კალციუმის და ჯანსაღი ცილების წყარო. ჯანსაღი გულისხმობს უკვე, ხო, აი ურთიერთშემცვლელი პროდუქტების მეთოდი, აი ამ აი ურთიერთშემცვლელი პროდუქტები არის, რომ მაგალითად მე რომ მინდა ნახშირწყალი მივიღო, არ ვიღებ თეთრი პურის სახით, ანუ ძალიან ხშირად არის პაციენტები აღნიშნავენ, რომ ჯანსაღად იკვებებიან და პურს არ იღებენ. პურის არ მიღება არ ნიშნავს ჯანსაღ კვებას პირველ რიგში, უბრალოდ მთავარია როგორ პურს ვიღებთ. კალორაჟით 100 გრამ პროდუქტზე თეთრი პურიც, რუხი პურიც, ცეხვილიც, ხლებციც, ეგრეთ წოდებული ერთნაირი კალორაჟი აქვს ყველას. მაგრამ ცეხვილ პურში არის მეტი ბოჭკო, ჩვენ დღეში 25-დან 35 გრამამდე ბოჭკო უნდა მივიღოთ ჩვენი ნაწლავები ჯანმრთელობისთვის და ამიტომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ცეხვილ პურს. ასევე ღომი მაგალითად, წიწიბურა, ფეტვი, კინო, ანუ ეს მთლიან მარცვლიანი ბურღულეულის კარაქი ზეთით ჩავანაცვლეთ. ასევე ავოკადო შეგვიძლია ხოთში დესერტებში ავოკადოს ხშირად გამოიყენება როგორც ცხიმის ნაყინიც კი მზადდება. კი, ხოთში ავოკადოთი? მე მგონი მოგიწევს ერთ პარასკევს ამ ექსპერიმენტის შემოთავაზება. ხო, აი გოგრა გამოვიყენეთ, რომელიც არის ასევე ბოჭკოს წყარო, ნარინჯისფერი არის, ნარინჯისფერ ბოსნეულს აქვს თვალის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებები, როგორც სტაფილოს. თქვენ კვერცხზე მითხარით და კვერცხი ყველასთვის შეიძლება, მათ შორის ვისაც მაღალი ქოლესტერინი აქვს, არ შეგეშინდეთ. დღეში 2 კვერცხი მაინც ყველასთვის შეიძლება და ეს აბსოლუტურად ძალიან ყოველდღიურად შეიძლება. ვინც ვარჯიშობს და მეტი რომ ნაკლები უნდა მივიღოთ და ცილაზე უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ. ეს უბრალოდ კალორაჟის კონტროლისთვის, თორე გულში ძალიან ბევრი სასარგებლო ნივთიერებები არის და ამის გამო ხა 3 კვერცხზე მეტი, ხა სხვა პროდუქტებიც ხონდა მივიღოთ, ამიტომ ნუ არ არის აუცილებელი რომ ერთ პროდუქტზე მივანიჭოთ უპირატესობა, თუმცა კვერცხი ძალიან სასარგებლო პროდუქტი არის. აი კვებებს შორის ჩუალედი რამდენი უნდა იყოს ნაია და
შეიძლება თუ არა წახემსება აი ამ ინტერვალებს შორის? წახემსება შეიძლება. ყველა კვება უნდა იყოს გათვითცნობიერებული, ანუ ხემსი არ უნდა იყოს გაუთვითცნობიერებელი, უნდა დავჯდეთ და გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რას ვიღებთ. სასურველი არის 3 ძირითადი კვება და 1 წახემსება. თუ კალორაჟი დღიური გვაძლევს საშუალებას, 2 წახემსება შეიძლება იყოს. პურის ერთეულების გამოთვლის საღამოს მეთოდი. ბოლო კვება დაძინებამდე 4 საათით ადრე ძილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნუ თუ 11 საათზე, 10 საათზე ვიძინოთ, მაშინ 6-7 საათს არ უნდა გადაცდეს, 8 საათზე უნდა დასრულდეს ჩვენი ბოლო კვება ყველანაირ ვარიანტში. შენი ბოლო კვება როდის სრულდება ხოლმე? სამსახური როცა სრულდება მაშინ. სამსახური როგორ საათზე სრულდება? ნახოთ 10-დან 11 საათამდე, ხო? ნუ ეს სხვა ცოტა რთული გრაფიკია და პრინციპში შეგუებული ვარ, ალბათ ეს არა მარტო მე, ყველა თითოეული ჩვენგანი ისეთი გრაფიკით მივდივართ, მაგრამ მე ერთი რამ მინდა გკითხოთ, უბრალოდ სპორტულ აქტივობებთან დაკავშირებით, ანუ თვითონ ადამიანები კვების რაციონიც აბსოლუტურად განსხვავებული აქვს. სავარაუდოდ დღის განრიგიც აბსოლუტურად სხვანაირი აქვს და შესაბამისად მაინტერესებს რამდენად მისაღებია და თქვა თუ კი კვების დოზებზე ვსაუბრობთ, რა დოზით შეიძლება რომ აი ეს სპორტული აქტივობებში იყვნენ ეს ადამიანები ჩართულები. დიახ, უბრალოდ ფეხით სიარული ყოველდღიურად შეიძლება და აუცილებელიც კი არის ჩვენი გულსიზრახთა ჯანმრთელობისთვის მინიმუმ 9 საათი ოდენობით. მათ ტემპში არ არის სირბილი, ძუნძული აუცილებელი. უბრალოდ სიარული. ამის გარდა შაქრის კონტროლით, იმიტომ ფიზიკური აქტივობა შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ ვურჩევდი რომ ვარჯიშამდე გაეკონტროლებინათ სისხლში შაქრის დონე, ცეკვა, ცურვა, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ჯიმში, ნებისმიერი აქტივობა კარგი არის. თუმცა ყოველდღიური ფეხით სიარული აუცილებელი. აი შემოთავაზებული ახლა ეკრანზე გლუკოზის დონის დარეგულირებაში რა საფეხურები დაგეხმარებათ და ეს არის სწორი კვება, როგორც ნაიამ აღნიშნა ფიზიკური აქტივობა და წონის კონტროლი. წონის კონტროლზე აუცილებლად მინდა ჩაგეკითხვა, აი სხეულის მასის დაახლოებით 7%-ით შემცირება, ვიცით რომ გარკვეულ წახალისებას ახდენს და ბრძოლის ერთ-ერთი წარმატებული მეთოდი ხდება ხოლმე დიაბეტთან მიმართებაში. აი, საინტერესოა, რას გულისხმობს უშუალოდ აი ეს პუნქტი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი წონა 7%-ით მცირდება, რაში გვეხმარება? მოტივაციას გვიზრდის პირველ რიგში, ანუ ვხედავთ შედეგს და მე გვინდა უკვე რომ გავაგრძელოთ, იმიტომ რომ ჩვენი შრომის შედეგს ვხედავთ. რა თქმა უნდა, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჯანსაღი კვება არის ცხოვრების წესი და ვერ იქნება ერთთვიანი, ორთვიანი, ან თუნდაც ერთწლიანი მარათონი, ეს უნდა იყოს ყოველდღიური ჩვენი მე ვურჩევდი ასევე პაციენტებს, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულებს, რომ ფსიქოთერაპიული სეანსებიც გაიარონ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც მაგალითად 50 წლის ასაკში აღმოაჩენ, რომ დიაბეტი დაგემართა და ერთბაშა ძალიან დიდი ჯგუფის პროდუქტების არ შეიძლება. ამ დროს სპეციალისტები ძალიან ეხმარებიან აი ამის გადალახვაში. აი ესეთი რამ იყო აღნიშნული, რომ სხეულის მასის დაახლოებით 7%-ით შემცირება თითქმის 60%-ით ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკსო და საკმაოდ მაღალია ახლა ციფრები და დარწმუნებული ვარ, რომ უამრავ ადამიანს ერთგვარ სტიმულს და მოტივაციასაც გაუჩენს ხო ეს შედეგები, თუმცა რამდენად სწორია საინტერესოა და ეს ჩატარებული კვლევების შედეგად არის და ეს მართლა ასე არის. არა მარტო დიაბეტის განვითარებით, მათ შორის რევმატოლოგიურ დაავადებებზეც ძალიან მნიშვნელოვანია და ამცირებს ანთებით პროცესებს, მათთვისაც სახსრების პრობლემები აქვს, გუნება-განწყობას ნამდვილად აუმჯობესებს, ძილის რეჟიმიც წესრიგდება და ზოგადად ცხოვრების ხალისი ბრუნდება. ძილი მით უმეტეს ვიცით რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დიაბეტის დროს და წყალსაც მინდა რომ შევეხოთ და ნელ-ნელა გადაცემის ეს ნაწილი ასე ვთქვათ მიუახლოვდება დასასრულს და მიხეილ ცაგარელი ემზადება უკვე ჩვენთან შესახვედრად. წყალს რა როლი აქვს საინტერესოა დიაბეტთან ბრძოლაში? წყალს უნიშნულოვანი როლი აქვს. წყალი არის ჩვენი ბაზა, ჩვენ თვითონ 80% წყლისგან შევდგებით. ჰიდრაცია, ეს არ არის მარტო სუფთა წყალი, გვირილის ჩაი, პიტნის ჩაი, სხვადასხვა ლიმნის წვენით, არ არის აუცილებელი ჩავაწუროთ, უბრალოდ შეგვიძლია ჩავაგდოთ ლიმინის ზედის თვითონ ეთერზეთებს გამოყოფს. დღეში 2 ლიტრი მინიმუმ, ინდივიდუალური რა თქმა უნდა, მაგრამ 2-დან 2.5 ליטრამდე სითხე უნდა მივიღოთ. ერთი მინდა რომ ვიკითხო ბოდიშილაშა, ანუ ჩვენ ძალიან კარგი კულტურა გვაქვს სიმინდის ფქვილის.
ჭადი, ღომი და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს ამიტომ პროდუქტი? ვახსენე ღომი და ღომიც და მჭადი ძალიან სასარგებლო პროდუქტები არის. უბრალოდ მჭადის შემთხვევაში ხა ძალიან ბევრ ზეთში შემწვარ მჭადს არ ვურჩევ, რა თქმა უნდა. უზეთოდ ძალიან ჯანსაღი და ძალიან სასარგებლო არის. მარიელზე მინდა კითხო და დავასრულოთ, იმიტომ რომ გემრიელ საკვებს ვერ ელევა. ხო, ნუ აი მარილის გარშე ხო წარმოუდგენელია. მარილი აუცილებელი. ახის როგორც თეთრის აი ხსენიას როგორც თეთრი. მარილი საუცილებელია, სასარგებლო, იმიტომ ნატრიუმს და ქლორს ჩვენ ვიღებთ მარილით. უბრალოდ კარდიოლოგიური კუთხით, ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებთ, მათ არ უნდა გადაამლაშონ მარილის ოდენობას, მაგრამ თუ შაქარი აბსოლუტურად შეგვიძლია ამოვიღო და ორგანიზმი პირიქით ჯანსაღი არის ეს ორგანიზმისთვის, მარილის სრულად ამოღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ზომიერად დამარილებული პროდუქტები არის სასარგებლო. მაღალი არტერიული წნევა ვისაც აქვს, იმათმა ისინი უნდა მოერგონ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.